დღეს უნდა ვისაუბროთ ძიუდოზე, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა ტრიუმფით, სამშობლოში მოპოვებული 7 медали, საიდანაც 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და მოდი მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამ თემაზე რა როგორ ანეად, იმიტომ რომ დღეს მე ისეთი სტუმრები მყავს, რომლებიც ისაუბრებენ საოცარი ადამიანები, ლეგენდები სპორტის სამსახიობის, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი იქნება ჩვენი სტუმარი და ქართული ძიუდოს ლეგენდა. შეიძლება თვითონ თავდაბლურად თვითონაც იცის. კი, ლაშა შავდათუაშვილი, ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის, ოლიმპიური ვერცხლის, ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი. ლაშა შავდათუაშვილია ჩვენთან ერთად ორი ლეგენდა კიდევ ერთხელ ვიტყვი მოგესალმებით მეგობრებო ურმესი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმრები და ძალიან მიხარია პატივია ჩვენთვის თქვენარი ადამიანების სტუდიაში ყოფნა. ტრიუმფით ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი 7 медали, 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. მოდი ლაშა გუჯეჯიანისგან დავიწყებ ამ შემთხვევაში საუბარს და როგორც მთავარი მწვრთნელი შევაფასოთ ევროპის ჩემპიონატი, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ მაქსიმალისტი ხარ და მიუხედავად ამ წარმატებული შედეგისა, მაინც სადღაც ის რჩება, რომ უფრო მეტი შეიძლებოდა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მოდი ვთქვათ, პირველ რიგში უკაცრავად მოგესალმები. მადლობა მოწვევისთვის, ყურადღებისთვის. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, სპორტულ ნაწილში შესაძლებელად შთამბეჭდავი შედეგი იყო, ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. ეროვნულ ნაკრებს ესეთი მედლების რაოდენობა არ მოუპოვებია, ჯამში 4 ოქრო, 2 ბრინჯაო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი. ეს უკვე სპორტულ მიღწევას განსაზღვრავს და მე კმაყოფილი ვარ ამით. რაც შეეხება თვითონ ჩემს კმაყოფილებას, რა თქმა უნდა, ეხლა რაც აღნიშნე, რომ მართლა არც ერთი სპორტსმენი არ ასპარეზობდა ეროვნულ ნაკრების რიგებში ისეთი, რომელსაც მოეგო ევროპა და იქნებოდა სენსაცია. ან აეღო медали და იქნებოდა სენსაცია და რამოდენიმე ისეთი სპორტსმენი, ტოპ სპორტსმენები დაგვრჩენ უმედლოდ, რამოდენიმე ტოპ სპორტსმენი დაგვრჩა ოქროს გარეშე და ეს ყველაფერი არ შეიძლება რომ მე არ მწყინდეს და ამ ყველაფრით მაქსიმალურად კმაყოფილი ვიყო იქიდან გამომდინარე რომ მე ისინი ჩემი ხუთ თითივით ჩემები არიან ყველა და ყველასთვის მე მეტება ოქროს медали. თუმცა მათ ზოგისთვის უმედლოდ დარჩენას და ზოგისთვის ოქროს გარეშე დარჩენას თავისი ახსნა და მიზეზი ბუნებრივია, ეგ პროცესია, კი ბატონო. ლაშა პირველ რიგში გილოცავ ევროპის ჩემპიონობას და რამდენი შემილია ჩამოთვალო, მოგილოცო შეიძლება ქრონომეტრაჟი არ გვიყოს, ხო? სამშობლოში პირველად გახდი ევროპის ჩემპიონი. ხო იგრეა? კი ბატონო, როგორი შეგრძნება, იმიტომ რომ ამ უხვი კომპლექტაციის მედლებისა არის თბილისში მოგებული ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ალბათ კიდევ უფრო ტკბილი იქნება თან გარკვეული პაუზის შემდეგ, 13 წელია ევროპის ჩემპიონატი არ მოგიგია, ხო? მოდი აი თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი თქვათ და ევროპის ჩემპიონობა და როგორი შეგრძნება იყო თან დაამარცხე ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბედნიერი ვარ რომ ჩატარდა ეს ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში. ვიბრძოდი გულშემატკივართან ერთად, ეს ძალიან დიდი მუხტია ჩემთვის. სპორტსმენის გამარჯვებაში უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ყველა ადამიანს რაღაც დონეზე შეუძლია რომ რაღაც გარკვეული საქმე გააკეთოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ სპორტსმენები ვართ, ვიბრძვით გამარჯვებისთვის. აუცილებლად დგება ისეთი მომენტი შეხვედრის დროს, როცა უკვე აღარ შეგიძლია. მაგრამ არის იქ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ფაქტი, როცა არის გულშემატკივარი შენს გვერდით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდ ემოციებს გაძლევს, დიდ ენერგიას გწნობ იმ შემთხვევაში, რომ იბრძოლო არ დანებდე. ეს ძალიან მაგრად გამომივიდა, მიხარია რომ გავიმარჯვე, მით უმეტეს ჩემი წონა არის ერთ-ერთი ძლიერი ევროპაში, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი არის ევროპიდან და ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. თან ხო ფრანგის შემთხვევაში ეფექტურად და ლამაზად. ის საოცარი შეხვედრა გამოვიდა, თუნდაც ფრანგთან მე დავმარცხდი ოლიმპიურ თამაშებზე. იქაც ძალიან ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან, მაგრამ რატომღაც იმ მომენტში ჩემო სამწუხაროდ ჩემ შეჯიბზე ვერ მივახცია სასურველ შედეგს და მას მე ძალიან გამიჭირდა. თუმცა დაბრუნდი, რაც თავარია დაბრუნდი და თბილისში ააჟღერე საქართველოს ჰიმნი და
ამ წონაში ევროპაში ისე დაიბრუნე კუთვნილი პირველი ადგილი, მოდი ესე ვთქვათ. ლაშა ცოტა უინტრიგნულ შეკითხვას დაგიშვამ რა, თუ არ მგონია რომ ეგრე იყოს. ხო, ისეთი არა ინტრიგნული, მაგრამ ცოტა ისეთი. კრიტიკული ის პროვოკაცია. შეიძლება, კი ბატონო. ჩვენი ნაკრების ფორმიდან გამომდინარე, რომ არ ჩატარებულიყო თბილისში ეს ევროპის ჩემპიონატი. შეიძლება და იგივე შედეგის დადება ნებისმიერ სხვა ქალაქში. და არ დაგვიდია თუ რაღაცა ელემენტარული მედლების რაღაც თამაში, თორე რაოდენობაშიც მამდენი медаლი აგვიღია, უბრალოდ აქ სინჯზეა საუბარი და ასე რომ ამ გუნდისგან ეს შედეგი გასაკვირი არა. არა, ბუნებრივია გასაკვირია, იმიტომ რომ ამიტომ ეგ არ არის კრიტიკული, ეგ უფრო არაპროფესიონალური კითხვაა. აჰა, კი ბატონო, მივიღებ მაგამ პავს, კი ბატონო. მოდი მაშინ ვთქვათ, როგორი რამე იცი? ლაშას ვკითხავ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში იყო ამბავი, როცა პატარა პაუზა გამოვიდა და ნაწილობრივ შენახსენეთ წეღან. და კრიტიკოსების ამბავი ატყდა რა, რომ რომ შეჯიბზე ავსტრიაში შეჯიბზე რომ გამოვიდა და არც ერთი ვარ დავმარცხდით, ორივე გამარჯვებული. ორივე დამარცხებული. დაზგულისხმობ, იცი? ბოლო პერიოდში რომ აი ოლიმპიადაზე მარცხი შემდეგ იყო ამბავი, რომ აი რაღაცა კრიტიკოსები გამოჩნდნენ, მოკლედ. შეიძლება მე რა მე ვიტყვი. კი. ფაქტზე ბოდიში ლაშა. აქ არის ერთი რამ. აფასებს და კრიტიკულ ჩვენც ადამიანები ვართ. ეხლა რომ მე გავაკეთე შეჯიბრების შემდეგ თუ გაქვთ ეგ ვიდეო ნანახი, რის გამოც ძალიან წუხვარ. მაგრამ იმდენად დაძაბული ვიყავი მთელი ევროპის ჩემპიონატის წინა სამზადისი პერიოდი, განარწმენა შემერყა მე გუნდის ნაწილში. საკუთარ თავში შემერყა ისეთი კრიტიკა იყო. შეიძლება ჯანსაღი კრიტიკა მე სუმაგას ვიძახი რომ მჭირდება მე, რომ გამოუფხიზლდე მეტი мотиваცია მქონდეს. ჯანსაღი კრიტიკა რაზეა ლაპარაკი? ყველა სჭირდება, მაგრამ არაპროფესიონალი ადამიანები არამს თუ გაკრიტიკებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ. მთელი ეს პერიოდი იყო ესეთი რეპლიკები, რომ ერთმაც ამოწურა თავისთავი, მეორემაც ამოწურა, დროა წავიდნენ და ესენი უარგისები არიან და რაღაც ისეთი უშვერი სიტყვებით გვიხსენიებდნენ, რომ ეს ჩემთვის ძალიან დამთქმული როგორ არასასიამოვნო იყო და მთლიანობაში ეს ადამიანები კარგ საქმეს გვიკეთებენ. ჩვენი გენეტიკური ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ ჯიუტები, ჩვენ ვართ ბრაზიანები, გაუბრაზდით და სადღაც რაღაცაში ამან სარგებელი მოიტანა, მაგრამ სპორტია და სპორტში როგორც ჩვენ გვინდა წარმატება, არ ამგონია ისე ვინმეს უნდოდეს, მაგრამ არიან სხვადასხვა ქვეყნები, ვინც ამ ყველაფრისთვის მსგავსად ჩვენსა ემზადებიან, ცდილობენ, სურვილი აქვთ და სპორტსმენი როგორ შეიძლება? მე ვიძახი ხმამაღლა. ლაშა შავდათუაშვილის ნაირი სპორტსმენი რო ყავს ეროვნულ ნაკრებში, მარტო ცალკე აღებული ის არის წარმატება, რომ ეს კაცი დგას იქ 16-17 წლის და არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, ყველაზე მეტ შრომობს. ადამიანი, რომელსაც სპორტულად ყველა საკვები მიღებული აქვს. და ეხლა შენ მოდი და შავდათუაშვილი ვაკრიტიკოთ, საერთოდ არ მჭირდება მე ამის სიდიადეზე სალაპარაკოთ მისი медаლი. ამ შემთხვევაში ევროპა, იმიტომ რომ რა ევროპით იზომება ლაშა შავდათუაშვილი? ზუსტად მაგალითად მივიდიოდი. იმდენი დამსახურება არ აქვს ამ კაცს, რომ ციმციმ მოფერებით, პატივისცემით, ჩახუტებით გავაცილოთ, როცა წავა სპორტიდან? იქამდე მიუყვეთ? არ უსიამოვნებია ერი რა არა, ლაშა შავდათუაშვილი. ამაზე თუ შეიძლება ენა მოგიბრუნდეს კაცს, რანაირად შეიძლება რაღაცა. აბსოლუტურად გითხრები. სპორტის ნაწილია. ამის გარეშე არ არსებობს სპორტსმენის ცხოვრება, იქნება კრიტიკაც, იქნება მარცხიც, იქნება გამარჯვებაც. ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ქონდეს სპორტსმენს, არ უნდა შეგაშინოს. უბრალოდ ადამიანი ცხოვრებაში არ უნდა დანებდე, მე ვფიქრობ რა. ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა და რაღაც მომენტი ფიქრობდი ჩემს ცხოვრებაში, რომ ხوار დამემთავრებინა სპორტი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრია, ძალიან მინდოდა რომ ამეღო მეოთხე медаლი. მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა ამით ცხოვრება არ რჩება, არც იწყება. ეს უბრალოდ სპორტია, რომელიც ამ ეტაპზე ვაკეთებ. ჩემთვის საყვარელი საქმეა, ეს არც არავის დაუძალებია, რომ ეს საქმე
გამეკეთებინა ესეთი დიდი სიყვარულით, ეს მიავირჩიე, ჩემი არჩევანია, ჩემი არჩევანი ძალიან დიდი პატივს ვცემ და უბრალოდ ერთი სურვილი მაქვს ხოლმე საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ როცა მორჩება ეს ყველაფერი, უკანო მოიხედები, სანანებელი არ უნდა გქონდეს და ის განცდა არ უნდა დაგჭირს ცხოვრებაში, რა ხوار მეცსა და იმ პერიოდში შეცდომა ხوار დაუშვი, რომ არ დავნებდი ის დრო კიდევ ერთი ნაბიჯი იქნებ რა შედეგს მომიტან და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ესე სპორტის გაგრძელება რა თქმა უნდა დიდი შემართებით, დიდი მომდევნობით რომ კიდევ მივახცევდი სასურველ შედეგს ისეთი როგორც მე მინდოდა. იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი მომენტებიც და არიან გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც და გამოჩნდა ისეთი სიტუაციაც, რაც შეიძლება იმ მომენტში სპორტსმენზე ძალიან იმოქმედოს. თუნდაც აღვნიშნავ იმ მომენტს, რომ ჩვენ ხო ყავს სპორტსმენებს, სპონსორები, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე დავმარცხდი, მას შემდეგ იყო ისეთი სიტუაცია, რომ თითქოს ყველასთან დავამთავრეთ ჩვენ ურთიერთობა, იქნა გამომდინარე, რომ გრძნობდი იმას, რომ აი ლაშა სპორტი დამთავრდა და ჩვენი კონტრაქტიც მორჩა. მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მაძლევდა იმ მომენტში, დიდ მუხტს, რომ მე შევძლებდი ისევ დიდი შედეგების გაკეთებას, შემეძლო ამის რესურსიც მაქვს, სურვილიც, მონდომებაც და მადლობა მათ ამ მოტივაციისთვის. აი ეს დეტალებში არის ის გულის. ხო და ადამიანი შეიძლება ადამიანებს ყველაფერს ხო სააშკაროზე ვერ გამოვიტან ადამიანი, ყველაფერზე ხო არის ლაპარაკი. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვიწყენებია ჩვენი მშობლები, მაგრამ არ გტოვებია მშობლები. იგივეა რა ჩვენ ერიშვილები ვართ ხო ყველა და ლაშა მით უმეტეს ესეთი თვალსაჩინო მარგალიტი ყავს ქვეყანაში და ერთი რაღაცა მე ესე მწამს. თუ რაღაცას გულწრფელად გულშემატკივრობ, იმას გულშემატკივრობ და არა ხო შეიძლება გული დაგწყდეს. მაგრამ აგრესიის და ზიზღის გამოვლენა არ არის საჭირო და მე ურჩევ ყველას და ვთხოვ კიდევაც რომ გაერკვიონ ძიუდო რა არის, ძიუდოს შინაარსი რა არის ეს გაიგონ, რა პროცესებია, რითი შეიძლება ძიუდოისტი შეფასდეს, რითი შეიძლება სპორტსმენი შეფასდეს და მას შემდეგ აკრიტიკონ და თავიანთ ამ ბრძნულ აზრებს ცოტა ის ძალიან მიხარია რომ აი ამ თემაზე ხა ჩამოვარდა საუბარი, იმიტომ რომ სათქმელი იყო და მაგეთკეთ მიმყავდა ზუსტად ის კითხვა, რომელზეც დავიწყე საუბარი. მე მინდა წონებს შორის კონკურენციაზე ვისაუბრე, ხა ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა განსაკუთრებით ისეთი და მსოფლიო ჩემპიონატი ისეთი ტურნირებია, სადაც ოლიმპიადა ევროპაზე და მსოფლიოზე შეგვიძლია წონების გაორება, გარკვეული წონების და ოლიმპიადაზე ერთი წონა. გამოჩნდა არა ეხლა დიდი ხანია ვიცნობთ მიხეილ ბახბახაშვილს ლაშას წონაში და 90-ში რაც ხდება ვიცით და სამწუხაროდ ბექაურის ტრავმიდან გამომდინარე, თორე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ფინალს აქაც ვიხილავდით თბილისშიც და 100 მძიმე წონაშიც არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება სამომავლო კონკურენცია გაუწიონ გურამ თუიშვილს, ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც მოდი ვისაუბროთ შენ წონაში კონკურენციაზე, ლაშა, იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან დიდი ხანია შენი წარმატებებიდან გამომდინარე ბუნებრივია და შენი დამსახურება ეს ყველაფერი, მაგრამ ამ წონაში თითქმის არავინ ყოფილა ისეთი გზად, რომელსაც შეიძლებოდა რომ რაღაცა გარკვეული კონკურენცია გაეწია შენთვის, გამოჩნდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჩემი განმოსახედიდან ძალიან ეფექტურად ჭიდაობს. ძალიან ეფექტურად ჭიდაობს. კონკურენცია რამდენად გაძლიერებს შენ, იმიტომ რომ მაინც არის რა ეს მომენტი სპორტსმენის ცხოვრებაში. მიხეილი ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. უბრალოდ ეს სპორტია, კონკურენციას ვერ დავარქმევდი. იქნა გამომდინარე, რომ იმ მომენტში ვინც ძლიერია სპორტი რას ვიზავთ ესეთია, ის მიდის, ვინც იმსახურებს, ვინც იმარჯვებს და მე ვფიქრობ, რომ თუ მაგალითად ადამიანი გაჯობებს, აქ არანაირი პრობლემა არ არის, მას გულით უნდა უსულო წარმატებები, მასთან ერთად გაიზიარო ის თუ წარმატებას მიაღწევს და მასთან ერთად იბრძოლო, რომ მიაღწევს მან უმაღლეს შედეგს. იმიტომ რომ ეს მარტო თავის თავს არ ეკუთვნის სპორტსმენი, ეკუთვნის მთელ ქვეყანას, ჩვენ ერს და როდესაც იმარჯვებს ერთი ადამიანი, იქ იმარჯვებს მთელი საქართველო და მე ამის წამს მჭერავს, თუ დიდი სიყვარულით მიუდგები ამ საქმეს და ამ კონკრეტულ თქვენს კითხვას, შენ შეძლებ, რომ იმ მომენტში შენი მაქსიმუმი გააკეთო და თუ მაგალითად მეორე სპორტსმენი გაჯობებს, ის სიხარული უნდა გაიზიარო. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის შენი ოცნება, თუ მაგალითად შენ ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს და ისწავლა, მაგრამ არც ამაში არ არის
ტრაგედია ისევ გავიმეორებ პირიქით მე მას უსურვებ წარმატებებს რაც ჩანაფიქრებიც აქვს ჩვენ ორივე ერთად ვიბრძოლებთ რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ბედნიერი გახარებული და მივანიჭოთ ის ბედნიერი მომენტები მაგალითად რაც ახლა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ სპორტსმენებმა მივანიჭეთ მთელ ჩვენ გულშემატკივარს და ჩვენ ერთს ძალიან დიდი სპორტსმენის სიტყვები იყო რაც ახლა შევთქვა მართლა გუჯეჯ ბოლოსკენ სანამ წავალთ მინდა კითხო მე შენ გესაუბრე თბილისის გრანდსლემამდე და მითხარი რომ რაღაც კითხვებს უნდა გავუცე საკუთარ თავთან პასუხი და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბროთ ყველაფერზე ამ მოკლედოში პრინციპში თვენახევრიან მონაკვეთში რა გზა გაიარა ნაკრებმა, რა გზა გაიარა იქამდე რომ აქამდე მოსულიყო. რაღაცა იყო ეს შეიძლება დავარქვათ სპორტულად რა გარკვეული თავის დაზოგვა თბილისის ევროპის ჩემპიონატისთვის თუ იქიდან მოყოლებული იყო გარდატეხა რა მოხდა ნაკრებში რამაც შეგაცვლებინა საბოლოოდ ეს ამბავი. შემაცვლებინა არა ჩვენ დანერგილი კულტურა, დანერგილი და გაწეული შრომა, ის სტაბილურობა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს გააჩნია და ესეთი ტიტულებით დახუნძლული ბიჭები ყველა წონით კატეგორიაში ვარსკვლავი. მსოფლიო ჩემპიონები და ოლიმპიური ჩემპიონები ყავს, ეს არ არის რაღაცა ამას არ ჭირდებოდა ახალის მოგონება რაღაცა. უბრალოდ არის იყო ის მომენტი, რომ თვითონ წლის დასაწყისში იგივე რაც წეხან ახსენეთ კონკურენციის ნაწილი, მივეცით სპორტსმენებს საშუალება რომ თავი გამოეჩინათ, იქიდან გამომდინარე რომ ყველას უნდა მიეცეს შანსი, ვინც საქართველოს ჩემპიონატზე გამოიჩენს თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს ის გუნდია, რომელმაც დაიმსახურა და მოხვდა დაიმკვიდრა ეროვნულ ნაკრებში თავი. შევძელით და გავაკეთეთ ის რომ რაღაცა სპორტული გათვლები იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე ასე თუ ისე დანდობილი უნდა მოგვეყვანა თავარი სამოტივაციო ტურნირი რა თქმა უნდა თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის საპასუხისმგებლო იყო მაგრამ სამოტივაციოდ ჩვენ როგორც სპორტულად ესე უფრო დიდი ღონისძიება გვაქვს წელს ჩასატარებელი რასაც მსოფლიოს ჩემპიონატი ქვია ოქტომბრის თვეში გასამართი მზადების და ძირითადი მიმართულება იქით გვაქვს და პლუს ამას ემატება რომ ოლიმპიური ლიცენზიების წელია. წლევანდელი წელი უკვე ლიცენზიები იწყება ივნისის თვიდან და გუნდი მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ამ ყველაფერში ესე მოგვიყვანა რომ ევროპის ჩემპიონატზეც არ დაზარალებულიყო ასპარეზობით გუნდი, პლუს ამას ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ყოფილიყო სამზადისი ეს ევროპის ჩემპიონატი და ბევრ რამეს მოეყარა თავი. აქედან გამომდინარე ღმერთს მადლობა რომ რაც მთავარია გუნდი ჯანმრთელად მოვიყვანეთ, რაც მთავარი საზონავი იყო და იმ ჩვენ გათვლებში რაშიც დიდწილად არ გამოყვნენ მავანს გულისხმობ, არ გამოყვნენ კრიტიკა მივიღეთ, ეს ერთგვარად ჩვენთვის ცივი შხაპიც იყო, რაღაცებში რა სარგებელი მივიღე მაგ სიტუაციიდან და ისედაც შეიძლებოდა მეტი აქტიურობა და სადღაც იმ ადამიანები ვარ და კმაყოფილების თემა, რომელიც ამათი წარმატებიდან გამომდინარე შემეხო მე და დამაკმაყოფილა, ეგ კმაყოფილება მოვიშორე, კუდი შემოვიტრიალე, რაღაცეები ძალიან პატარა 1% შევცვალე და 1%-მა რეალურად დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ გავლენას ახდენს ყოველთვის, როცა კიდე პლუს ამას დამატებული ჩვენი გენეტიკური ხასიათი საქართველოსდან წასულები ვარ სხვა ქვეყანაში და იქიდან ვცდილობთ მედლები ჩამოვიტან და საქართველოში რომ მედლები იყო ზუსტად ვიცოდი რომ ამ მედლებისთვის ჩვენი ბიჭები იხმალავებდნენ და ეგრეც მოხდა. კი ბატონო. ურმესი მადლობა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. დღეს ლეგენდარული სტუმრები კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ლაშა გუჯეჯიანი, ლაშა შავდათუაშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად და ვისაუბრეთ ძიუდოზე და კიდე ბუნებრივია რომ ქრონომეტრაჟი ბოლომდე არ გვეყო, იმიტომ რომ კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ თქვენთან ერთად თუ კერძოდ ძიუდოს მიმართ ძალიან თვალსაჩინოა ჩემთვის და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდი აგერ ერის და ბერის წინაშე და ლაშას წინაშე ქეც ვიხრი იმდენად დიდია ჩვენი ლაში. მეც ქეც ვიხრი ლაშას წინაშე ცალსახად ამით თქმა თამამად შემილია მეც და ჩვენ მაყურებელს.